გამარჯობათ, მოგესალმებით მეგობრებო და გუშინ საუბრობდი ღვთლებთან დაკავშირებით და აი ამ ფარისევლობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ძალიან მომრავლდნენ ჩვენს დედა ეკლესიაში ფარისევლები და ნაბოზრები პირდაპირ ვთქვათ და ერთ-ერთი აი ესეთი ნაბოზარი და თვალსაჩინო გახლავთ დოროთე ყურაშვილი, ჩემი მარგალიტი. ნახოთ კიდევ ერთხელ რეებს ბოდავს დოროთე ყურაშვილი და მე გავაგზავნებ საუბარს. მე ვერ გავჩვენები და ეს ამით იქნება რომ უწევს ქვეყანას, რომ აი ოპის ტკივილი მიაყენა, ტკივილი განიცადა. აი ამდენი მოსამართლე რომ ამაზე მჟერობს, რომ ეს ტრაგედია, ეს დემოკრატია კი ტრაგედია. აი სად შეიძლება ესეთი რამე ყოფილიყო? აი სად შეიძლება რომელ ქვეყანაში? აქ საუბრობს ისევ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით და პირდაპირ იძახის, რომ მზია ძგმირიაო, ის არანორმალური დათაშვილი ძგმირიაო, რომელსაც მანდატურებს ურტყა სასამართლოში და დანარჩენ ხულიგნებსაც გმირებად ნაცვლავს ეს ნაბოზარი. ეხლა რაც შეიძლება ამის რიტორიკულ შეკითხვას, აი სად შეიძლება, რომელ ქვეყანაში შეიძლება მომხდარიყო ასეთი რამ, რომ მზია ამაღლობელი დაეჭირათ და ამასთან დაკავშირებით ვეთყოდი აი ამ ნაბოზარს, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ამაღლობელს კიდევ უფრო მკაცრად გაასამართლებდნენ და კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს დაადებდნენ და ამერიკაში რომ მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის ხელი შემოერტყა, გაასამართლება შეიძლება სანატრელი გახდომოდა და პირდაპირ შეიძლება თავი გაეხვრიტათ. ეს რაც შეეხება იმას, რომ თურმე სად შეიძლება კიდევ მომხდარიყო ის, რომ მზია ამაღლობელი დაეჭირათ. აი, აქ შეიძლება მომხდარიყო დოროთე ყურაშვილო. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და როგორც უკვე აღნიშნე, ამერიკაში შეიძლება თავი თუ არა კოჭები მაინც უეჭველად დაეხვრიტათ შენი გმირი ამაღლობელისთვის. გავაგზავნოთ კიდევ რასიძახის ფარისევლის ნათელი განსახიერება. არ ვიცი. და აქ როგორ არ უნდა თქვა რა. ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა. იქ ვინც რას 80% მონათულია თუმეტია. ეს თუ მონათულია შენი ეკლესიის შვილია. ურთმამენ კლავენ, ძემენ, ასესხმიანებენ, დალეწეს ბავშვები, დაამახინჯეს ქართული ლეგენდი. და როგორ უნდა გაჩვენე? მე ვერ გავჩვენები და. დოროთე, შენ აბოზარო, ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ იყავი გაჩუმებული და რანაირად ჩუმდებოდი თუ ჩვენ არ ვიყავით ეკლესიის წევრი და მონათლულები? 7 ნოემბერს რო ხალხს სახსტიკად გაუსწორდა პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება და მთელი, რა ვიცი,ავლაბრამდე ისნამდე როზდიეს ცემაცემით ადამიანებს და რაც დამართეს ხალხს, ყველამ კარგად ვიცით. ის ხალხი არ იყო ეკლესიის წევრი და მონათლული, რანაირად გაჩუმდი და რანაირად ჩუმდებოდი შენ ნაბოზარო შენ. 26 მაისს რო დალეწეს ხალხი და რავი, რაც უქნეს ჩემი თვალებით მაქვს რა ნახი და მე ორი გვამი მაღაზიის თავზე რო შემოდეს ვითომ დეგმა დაარტყაო, ეს ხალხი არ იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მონათლული, რანაირად იყო რომ ჩუმად იყავი და ხმას არ იღებდი და ჩაჯებული რო იყავი შენი დედას მე შევეცი, ეს რანაირად ხდებოდა? რანაირად იყო რომ ჩუმად იყავი მაშინ როცა ბავშვს ბუტა რობაქიძეს ქუჩაში თავი გაუხვრიტეს და დახვრიტეს ქუჩაში და არც სამართლიანი და არც უსამართლო სასამართლოს უფლება რო არ დაუტოვეს ამ ბავშვს, რანაირად ჩუმად რანაირად იყავი შედედამოწმულო, როგორ არ ვთქვა და რანაირად არ გაწუხებდა ეს შენ თუ ასეთი გულწრფელი და ჭეშმარიტი მორწმუნე და მოძღვარი ხარ, როგორ ხმას არ იღებდი? ციხეებში რო ადამიანებს აწამებდნენ და წამებაში რო ხოცავდნენ, რანაირად ჩუმდებოდი თუ ეს ხალხი არ იყო მონათლული და ეს ხალხი არ იყო ეკლესიის წევრი, თუ რა ახსნა აქ ამას? კი, სწორედ ეს არის ფარისევლობა. დღეს რო თვალებს იბრმავებ და რა ვიცი, ხოცვაჟლეტაზე რო ხმას არ იღებდა ხვალ ვიღაცას სამართლიანად რო გაასამართლებენ და მიუსჯიან პატიმრობას ამაზე რო ანაფორას იგლიჯავ შენ აბოზარო, ეს არის ფარისევლობა და ეს არის არასწორობა და
ეს არის რომ ხას უსვავს შენ სიდამპლეს, რომ კი ნამდვილად დამპალი არსები ხარ სულით ხორცამდე. დოროთე ყურაშვილი ვითომ აი ძალიან ის არის, რა ქვია, ღვთისმოსავი კაცი და როგორ უნდა გაჩერდეს დღეს, როცა ხედავს ახალგაზრდებს რას უშვებიან. როგორ ჩერდებოდი და როგორ ჩუმდებოდი იმ სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის დროს, სადაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადამიანებს არა მხოლოდ სცემდნენ ქუჩებში, არამედ ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, ციხეებში აწამებდნენ და წამების შედეგად რამდენი მოკვდა. ყველამ კარგად ვიცით, ხო იმ ციხეებში. სად იყავი მაშინ? მაშინ არ იყავი ქრისტიანი? არა, მაშინ ჩაჯმული იყო დოროთე და ხმას ვერ იღებდა და დღეს თურმე აი როგორ შეიძლება რომ თურმე დოროთე ყურაშვილი გაჩუმდეს, როგორ იყავი გაჩუმებული, შედედამოწყნულო, როგორ არ თქვა მაშინ, როცა ქუჩა ადამიანებს ხოცავდნენ და ამწარებდნენ და აუბედურებდნენ ოჯახებს. გირგვლიანი რო ტყეტყია თქეს, როგორ გაჩუმდი, შენ დაბოზარო, შენ როგორ რატო იყავი ჩუმად, შენ თუ ჭეშმარიტი მოძღვარი ხარ და შენ თუ ჭეშმარიტად მონათლულ ადამიანებზე გული შეკრივა და ჩვენი ეკლესიის წევრი არიან და როგორ უნდა გავჩუმდეო. კი, ფარისეველი დედამოწყნული ხარ შენ. და ვიღაცებზე იძახის დოროთე, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, რომ ჯოჯოხეთის ორმოში ჩაცვიდებიანო. ამასთან დაკავშირებითაც მიმართავდი ამ პიტალოს ამას. შენ არ იცი და არც არავინ არ იცის, ვინ ჯოჯოხეთში მოხდება და ვინ სასუფეველში და ქრისტესთან ერთად, მაცხოვართან ერთად პირველი ავაზაკი შევიდა სასუფეველში, მაგრამ პირდაპირ გვიწერია სახარებაში ნებისმიერი შეიძლება მკვლელი მოძალადე შეიძლება მოხდეს სასუფეველში, მაგრამ არა ფარისეველიო, აი შენაი დედამოწყნულებზე წერია ზუსტად რომ ვერ ეღირსებით სასუფეველს და კი ყიცებით ფორმაში ვიზეთ შეიძლება ითქვას რომ ჯოჯოხეთის კუპრში დაიწვევიან, შენაირი ნაბოზარი ფარისევლები არიან. და კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. ღიად და საჯაროდ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელიც დოროთე ყურაშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ შენო კაი კაცად გიცნობდიო და ეხლა რომ გამოვარდიო ამ მთავრობას აკრიტიკებოდა რაღაცებს მიედმოედებიო, სწორი იქნებოდაო ჯერ ეკლესიაზე დაგეწყო საუბარიო. იმ ქაქზე გესაუბრა, რომელ ქაქში ჩვენ ზიხარო და ეს ადამიანი ასევე საჯაროდ მიმართავს ამ ნაბოზარს და ეუბნება, რომ მე და შენ რო ვისაუბრეთო ერთ-ერთ მღვდელზეო, მაღალი იერარქიისო, მღვდელთავარზეო, ბერსო, სასმელში საწამლავი ის დასაძინებელი რო ჩაუყარაო და მერეო სექსუალური კავშირი რო დაამყარაო, ამასთან დაკავშირებით რატომ არ საუბრობ? საჯაროდ აი ასე ამ განცხადებას ავრცელებს ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში. ეს არ აწუხებს დოროთეს, ეს არ აწუხებს და არც არასდროს არ შეაწუხებს, იმიტომ რომ თვითონაც ასეთი ნაბოზარია სულით და ხორცით და არ ვიცი რა აქვთ ამისთანა დედამოწყნულ ნაცებს აი ამ ნაბოზრის მიმართ რა კომპრომატი აქვთ ესეთი აი ამ ბოზზე ამაზე რომ ყვერებით და წვერებით ერთდროულად ყავთ დაჭერილი და როცა უნდათ და რასაც უნდათ იმას ალაპარაკებენ აი ამ ნაბოზარს არ ვიცი ამისთანა რა კომპრომატი აქვს ნაცებს. ასე რომ ვისაც აი ამ ნაბოზრის რამე გჯერათ, ცოტა აზზე მოდით და გამოფხიზლდით და კიდევ ერთი, აი ეს ნაბოზარი თავისი ამ რაღაცა ვითომ ქადაგებებით და გამოსვლებით ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებს ძალადობისკენ. ეს ნაბოზარი მოძალადებს და ხულიკნებს და იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ, ნათლავს გმირებად და აი გმირი ამაღლობელი, გმირი დათაშვილი და გმირი ბიჭები და გოგოები. თუ ასეთი მოსაწონი საქციელი ჩაიდინეს ამ ადამიანებმა, აი ამ ნაბოზარს მიმართავდი. გამოდი და დაადექი და დაყევი და შენც ურტყი ამ პოლიციელებს და წადი და წაუკიდე პარლამენტის შენობას ცეცხლით, თუ ასეთი გმირები არიან და თუ ასეთი მისაბაძი ადამიანები არიან, შენ მიბაძე პირველი და შენი მიბაძვის მაგალითით მე მიეცი დანარჩენებს მაგალითი თუ როგორ უნდა იყვნენ გმირები და როგორი ესე იგი
როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მოსაწონი იყოს ეს და გმირობად ჩაითვალოს. მაგრამ ამ ნაბოზარმა ძალიან კარგად იცის, რასაც დამართებენ ეს თუ ვინმეზე რამეს იძალადებს და იმიტოა, რომ სხვებს და სხვის შვილებს ურევს გონებას და სხვის შვილებს მოუწოდებს და აკეზებს ძალადობისკენ, რომ აი თურმე ამაღლობელი რა მაგარი ხალია, წადი შენ შემოარტყი პოლიციელს, აი თურმე ის ბიჭები და გოგოები როგორი გმირები არიან და პირდაპირ კოსტავები და ზვიადები არიანო. ამას იმიტომ ლაპარაკობს, რომ ადამიანები ახალგაზრდები წააქეზოს, რომ ამ ადამიანებმა მიბაძონ იმ ხულიგნებს და მათი მსგავსი საქციელები ჩაიდინონ. აი ეს გახლავთ დოროთე ყურაშვილის შინაარსი. ეს არის დღეს სამით გამოვიწურები აი ამ ნაბოზარ არსებასთან დაკავშირებით და ადრეც თქვი და კიდევ გავიმეორებ. ამისთანა ნაბოზრების ადგილი არ უნდა იყოს ეკლესიაში. ეს ხო რაღაცა ისეთი შემთხვევა არ არის, თუ აი სადღაც ვიღაცა ჩუმად თავისთვის რაღაცეებს ცოდავს და ფარისევლებს. ეს ხო საჯარო ფარისეველია, ეს ხო საჯარო ლიბერალების პატრიარქია და რაღაცა ამ ლიბერალებს მენა აქებს და ადიდებს და ტაშს უკრავს. ეს ნაბოზარი ეს და რანაირად აჩერებს აი ამ ნაბოზარს საპატრიარქო ეკლესიაში და როგორ შეიძლება აი ამას რომ მღვდელი ერქვას და ანაფორით დადიოდეს და მღვდლის ვიზუალით იჯდეს და პირდაპირ ჭინკის ბაგეთი ქადაგებდეს რაღაცა სისულელებს. გაპარსეთ წვერი, გახადეთ ანაფორა და პროჩი წიხლი ამ დედამოწყნოს ამას და წავიდეს რუსთაველზე თავისნაირ ლიბერასტებთან და რაც უნდა ისი ქადაგოს და რაც უნდა ისი ლაპარაკოს მოსტყნია პატრონი.